საღამომშვიდობის დღეს 18 თებერვალია და ამბობენ რომ გლუვი ბიძგვინა დღეს გაჩნდა დაიწყო მაგის გაჩენის დღე და მიშას ხო კი არა ასამართლებენ კიდე ერთი ბრალი წაუყენეს და კიდე 6 წელს უმატებენ იმის გამო რომ სიზმარი მოყვა აი სიზმარი სადაც ყვებოდა რომ შევვარდითო სოლოლაკის რეზიდენციაში და ბიძგვინას ზვიგენთან გადავიღეო სელფი და ეს სიზმარი იმდენად არ მოეწონა ბიძინას რომ დაავალა რომ მაგის გამო კიდე წლები დაუმატეთო და ახლა მე მოვყვები მე რა დამესიზმრა 8 თებერვალს სანთელი დავანთოთ 70 წელი უსრულდება მაინც საქართველოს ყველაზე დიდ ბოროტებას ისტორიის ყველაზე დიდ ბოროტებას როგორ დავდგა ისე რომ გიჩანდეთ ეს სანთელი და აქ მაგ ერთი კოცი მეზობლის ძალიან გემრიელია სამწუხაროა როცა კოცები რაღაცას კარგს აკეთებენ ხოლმე ეს არის ალუბლის ლიქიორი სიზმარი იყო ასეთი მე ბავშვობიდან ვოცნებობ იმაზე რომ მექნება ჩემი სასტუმრო და ეს სასტუმრო მელოდება ვარჩეში ზღვის პირას ჩემი სახლიდან ზღვამდე დაახლოებით 200 თუ 300 მეტრია და ზღვის პირას ბოლო წლებში ააშენეს სასტუმრო რომელიც იმ ზაფხულს გაიხსნა როცა ომი დაიწყო მუშაობა თითქმის ვერ მოასწრო უბრალოდ გაიხსნა და მალევე დაიხურა მე მაშინ ვიყავი მეორე კლასში როდესაც შენდებოდა და ვთქვი რომ მე რო გავიზრდები ამას ვიყიდი მეთქი ხო და ეს სასტუმრო ჩემი იქნება და გადავიდეთ ახლა სიზმარზე სიზმარი იყო ასეთი რომ ვითომ მაქვს სასტუმრო ძალიან ლამაზი დიდი შენობა ძალიან წარმატებული სასტუმროა ნაირ-ნაირი სპა გვაქვს სასტუმროში იმის აბაზანები ამის პროცედურები უზარმაზარი აუზი რაღაცნაირი კოგირდების წყლებით ყველაფერი და გვაქვს ასევე ჟურნალი რომელშიც ავღწერთ ჩვენ სასტუმროში რა ხდება ყოველთვიურად გამოდის ეს ჟურნალი და ჟურნალიც წარმატებულია გაყიდვაში გარდა იმისა რომ სასტუმრო ძალიან წარმატებულია და ეს სპა ცენტრები ნაირ-ნაირიც ძალიან წარმატებულია და უცებ მოდის ბიძგვინა თავის ცოლთან ერთად და ამალაც მოყვება დაცვები და ვიღაცეები და იწყებს ჩემს სასტუმროს დათვალიერებას და მეკითხება აქ როგორ გაქვთ საქმე იქ როგორ გაქვთ საქმე და მე კი მეუცნაურება ახლა ეს რომ მოდის აქ საერთოდ რა ესაქმება თქო ვფიქრობ მაგრამ ვუყვები ყველაფერს რომ ისიც ძალიან კარგია ესეც ამაში წარმატებული ვარ ჟურნალსაც ვაჩვენება ესე ნახეთ როგორი სტატიები იბეჭდება ყველაფერი მოწონს მაგრამ ისე ესე დადის და ბოლოს დავსხედით ასე დიდმა გიდასთან ყველა თავისი ცოლიც დაჯდა ამალაც და მეუბნება ასეთ რაღაცას თქვენო ასეთი წარმატებულები ხართო თურმეო და მე პენსია მაქვს 1900 ლარიო მეთქი დამერხა ახლა მაგ 1900 ლარს გადამაყოლებს უეჭველი რაღაცას მიზამს ახლა ან მე გამაგდებს აქიდან ამ სასტუმროს წამართმევს ან რაღაცას ეს ჩემ წარმატებას ვერ გადაიტანს თან ასე რომ შემომწუწუნა 1900 ლარი მაქვს პენსიაო მეთქი დამერხა და ახლა უნდა წავიდნენ მთელი ამ თავისი ამალით უნდა წავიდეს დაიძრნენ მანქანებისკენ ჩასასხდომად ეს ამალა რატომღაც ცოტა წინ წავიდა მერე ცოლიც და ბიძინა ოდნავ ჩამორჩა მათ მე ახლა ვფიქრობ რაღაცა უნდა მოვიფიქრო ეს რაღაცნაირად უნდა მოვიშორო ამის აქიდან გაშვება არ შეიძლება თორე ეს რომ მობრუნდება უკვე დარხეული მაქვს და უცებ
ფეხსაცვლიდან მოვიხსენე თასმა, ასე ყელზე მოვუჭირე, გავსკვანჩე და დავახრჩვე. იქვე დავაგდე. აი ასეთი სიზმარი დამესიზმრა 8 თებერვალს. 10 დღის წინ. სიზმრებს გაუმართვეს. და მათ ახდენას. ამინ. ჩვენ გავიმარჯვებთ. საქართველო იქნება თავისუფალი არა მარტო ბიძინასგან, არამედ რუსეთისგან, ბოლოს იქნება დეოკუპირებული და რუსეთი აღარ იქნება შავ ზღვაზე. მომავალ შეხვედრამდე.